პირველად საქართველოში სპრინტ ქროსში შეჯიბრით ჩატარდა ღონისძიებამ სტარტი მზიურის პარკში აიღო და მასში 20 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და სოციალურ ქსელში შერჩეულმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულები თასები და სიგელები დააჯილდოვეს. ღონისძიება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და კომპანია ბილაინის მხარდაჭერით გაიმართა. ნაკვეთები იყო ტრასაზე, რომელსაც ბევრი ვერ გადიოდა და უბრალოდ რისკი სჭირდებოდა და რამდენიმეჯერ გაურისკე და გამიმართლა უბრალოდ. ვფიქრობ, რომ ამ სპორტს უნდა განვითარება და მომავალში უფრო მეტი ახალგაზრდა და მეტი სტუდენტი უნდა ჩაერთოს. დაახლოებით იყო 20 უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ეს ღონისძიება, რომელიც ველოსიპედებით შეჯიბრს გულისხმობდა, არის ჩვენი კამპანიის ნაწილი სპორტინათელ მხარეზე. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სტუდენტები, ასევე ადამიანები, ვინც Facebook-ის მეშვეობით შეირჩნენ და გამოთქვეს სურვილი, რომ მიიღოთ ღონისძიებაში მონაწილეობა.